ნაწილობრივ თავისუფალი ასეთი კატეგორიის ქვეყნების ჩამონათვალში მოხდა საქართველოს Freedom House-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. 2012 წლის 1 ოქტომბერი და ოქტომბრის შემდეგ განვითარებული პოლიტიკური პროცესები. ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს, შემდგომ მოვლენებს კი არც თუ დამაკმაყოფილებელს უწოდებს. იგულისხმება ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრება. უფლებადამცველები და პოლიტოლოგები დასკვნას ტენდენციურს უწოდებენ და სვამენ შეკითხვას, ვის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე მომზადდა ავტორიტეტული ორგანიზაციის მორიგი ანგარიში. ქართული საზოგადოების პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება Freedom House-ის შეფასების კრიტერიუმით ისევ საშუალო კულას იმსახურებს. 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის წყარო არ სახელდება საერთაშორისო ორგანიზაცია კავკასიური ქვეყნის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესების მცირე ტენდენციას ხედავს. თუმცა მაჩვენებლით საქართველოს რეიტინგში ისევ ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უკრაინის გვერდით დგას. საქართველოში ძალაუფლების გადაბარება პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების გზით. თუმცა წლის ბოლოს ვითარება არც თუ დამაკმაყოფილებელი იყო. ახალმა მთავრობამ მოკლე ვადაში დააპატიმრა წინა მთავრობის 30 მაღალჩინოსანი, რაც პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნად შეფასდა. ანალიზის ასეთი შინაარსი უყვირთ ქართველ უფლებადამცველებს. მათთვის კითხვებს საინფორმაციო პირველ წყაროაჩენს, რომლითაც Freedom House-მა ისარგებლა. ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოება არ განიცდის და არ თვლის იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ხასიათის დაჭერები. თუ ქვეყანაში, ესე იგი, თვითონ სამოქალაქო საზოგადოება ამას პირიქით აფასებს და Freedom House ამ ინფორმაციების ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ან მისი ეგრეთ წოდებული არასამთავრობოების მხრიდან, მაშინ ეს გასაგებია. Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი საქართველოში ევრაზიის ქვეყნებს შორის შესამჩნევად გაუმჯობესებულია. ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ლიბიასთან ერთად დგას. თუმცა ექსპერტების შენიშვნას ანგარიშის გამოქვეყნების ვადაც იმსახურებს. იანვარში გამოცემული 2012 წლის კვლევა პოლიტოლოგებისთვის არასრულფასოვანია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს დეკემბერში გაკეთებული მონაცემების საფუძველზე ხდებოდეს და საქართველოსთან მიმართებაში საბეჭდილება, რომ უკანასკნელად ამ ქვეყნისკენ უკეთეს შემთხვევაში ნოემბრის პირველ ნახევარში გამოიხედეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში მოცემულ აქცენტებს შეფასებები პოლიტიკურ წრეებშიც მოჰყვა. კანონმდებლების პოზიცია ურთიერთსაპირისპიროა. ხელისუფლებისთვის თუ საერთოდ ფიქრობს დასავლეთის პოზიციაზე და აზრზე, თუ ფიქრობს, რომ დასავლეთის პოზიცია კი არ უნდა მოიგერიოს, არამედ უნდა გაითვალისწინოს, Freedom House-ის დასკვნა ძალიან დამაფიქრებელი იქნება. არანაირ პოლიტიკურ დაჭერას ბუნებრივი არ აქვს ადგილი, მაგრამ რეალური ინფორმაცია უნდა იცოდეს ყველა. სადავო ტერიტორიებს შორის Freedom House-ის ანგარიში აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალ, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი კი არათავისუფალ ტერიტორიულ ერთეულებს შორის მოხდა. აფხაზეთის მაგალითზე ამერიკული ორგანიზაციისთვის პოზიტიურ სიმპტომად საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ გარემოში გამართვა გახდა. პოლიტიკურ უფლებებში ორგანიზაცია აფხაზეთს 5 ქულას აკუთვნებს, სამოქალაქო თავისუფლებაში კი 4-ს. Freedom House-ის ანგარიში 195 ქვეყანას და 14 სადავო ტერიტორიას მოიცავს. აქედან 90 თავისუფალი ქვეყანაა, 58 ნაწილობრივ თავისუფალი, 47-ში კი თავისუფლების ნიშნები საერთოდ არ არსებობს.